რჩება თუ არა საქართველოს ევროკავშირის დაკავშირებადობის პლატფორმის მიღმა და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. Google Analytics-ის მონაცემებით 2026 წლის ივნისში სააგენტო BMG სტატიები და სიახლეები 1.19 მილიონჯერ წაიკითხეს. Google Analytics-ის თანახმად ამ სიახლეებს სულ 518,000 უნიკალური მკითხველი გაეცნო. მამუკა მდინარაძის განცხადებით შესაბამისი უწყებები მოახდენენ არა მხოლოდ იმ წარსული საქმეების მონიტორინგს, არამედ ტენდერების მონიტორინგს რეალურ დროშიც განახორციელებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით იგრხილსისთვის უზურპრუქტით გადაცემულ 6.3 მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაშენიანების გეგმის შემუშავება იწყება. რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟს ასამაგებს. რუსული მედიის ცნობით მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟი ივლისში ტონაზე 3294 რუბლამდე გაიზრდება. შუადღემშვიდობისა ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ის გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასმასის ბოთლებით მომხმარებლებისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 4 წლით გადავადდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების ახალ ვადად 2031 წლის 1 თებერვალი განისაზღვრა. შეზღუდვა 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, როგორც სამინისტრო განმარტავს, გადავადების გადაწყვეტილება მიღებული იქნა კერძო სექტორთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე. შეგახსენებთ 2031 წლიდან საქართველოს მთავრობა პლასტიკის ბოთლების სრულ აკრძალვას აპირებს. შესაბამისი უწყებები მოახდენენ არა მხოლოდ წარსული საქმეების მონიტორინგს, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა და 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს 100-მდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე. მდინარაძე ამბობს, რომ სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. მდინარაძე ამბობს, რომ ბოლო თვეებში აუდიტის სამსახურიდან 50 მილიონი ლარის შესახებ არის გადაგზავნილი მასალები პროკურატურაში. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება. სააგენტოს შეფასებით მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის პორტის გაფართოება და სრული დატვირთვით ამოქმედებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს. სააგენტოს შეფასებით საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა შუა დერეფანში ქვეყანას საშუალებას აძლევს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიზიდოს. Moody's-ი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი მომავალშიც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე ინვესტიციების მოზიდვას. იქნება თუ არა საქართველოს 2 მილიარდი ევროს ღირებულების პლატფორმის ნაწილი. გუშინ ევროპულმა კომისიამ ბრიუსელში პლატფორმა წარადგინა და შეთანხმებები გააფორმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთა საფუძველზეც მოსალოდნელია 2 მილიარდ ევრომდე ფინანსური რესურსების მობილიზება შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტებში. დაგეგმილია ინვესტიციები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის სფეროებში. რეგიონთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააუმჯობესებენ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ოპერაციულ ეფექტიანობას. გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკონომისტი ელგუჯა ხოკრიშვილი BMG-სთან ამბობს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებას დროებითია და შეიძლება ქვეყნის ხელის ქვეყანამ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად დაკარგოს. დაფინანსებას კი სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს უკვე კარგავს.
მდინარე იქიდან რომ ევროკავშირის სტრატეგიული მიზნები, ურთიერთობები აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ესენი არიან რესურსებით მდიდარი ქვეყნები და აქ საუბარი არის რაღაც ცალკეულ პროექტებში ინვესტირებაზე. ხო, ჩვენ თუ ავიღებთ მოლდოვას, დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნებს და საქართველოს როგორც ამ კანდიდატის სტატუსის მქონეს ისინი იღებენ ამ ევროინტეგრაციის პროცესში სტრუქტურულ წვდომას ბაზარზე. ხო, აქ საუბარი არის საქონლის თავისუფალი გადაადგილება, ენერგეტიკულ ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარში ინტეგრაცია, ციფრული ბაზარი, ერთიანი გადახდის სივრცე, უკვე ეს ხელშესახები სარგებელი უკვე ამ ქვეყნებს აქვს, იმაზე რა ვილაპარაკოთ, ასეულობით მილიონობის ინვესტიცია უკვე მიიღეს. ნუ მოლდოვას მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე თითქმის 9 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო. ანუ საქართველოს ეს უკვე ხელიდან გაუშვა, ანუ საქართველოს კი გაუშვა უფრო სწორედ ოცნების ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ ქვეყანას დააკარგინა და საქართველოს მოსახლეობას, რომელიც შეიძლება მათ კეთილდღეობაზე ასახულიყო. მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებადობის პლატფორმა ფიზიკურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის კორიდორს ეხება, საქართველოს პლატფორმის პრეზენტაციას ბრიუსელში არ დასწრებია. რა შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან და რას უქადის ქვეყანას ხელისუფლების გაცხადებული მულტივექტორული პოლიტიკა. თემაზე სასაუბროდ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ზალავიძე გვერდდება სტუდიაში. ნიკოლოზ, მოგესალმებით პირველ რიგში, უღმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ნე ასევე მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა რომ საუბარი დავიწყოთ სწორედ იმ პლატფორმაზე, რომლის პრეზენტაციაც გუშინ იყო ბრიუსელში და ვუთხარით კიდეც ჩვენს მაყურებელს, რომ საქართველოს არ ყოფილა წარმოდგენილი ბრიუსელში, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმა და ეს დაფინანსების შესაძლებლობა ეხება მათ შორის იმ დერეფანს, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, საქართველოს. თუმცა გუშინ ასევე ჩვენ მოვისმენთ ევროკომისარ კოსის განცხადება, რომ მათი სურვილია ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველოს იყოს დღის წესრიგის ნაწილი, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ დემოკრატიული უკუსვლა ჩვენს ქვეყანას ამაში უშლის ხელს. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებზეა საუბარი, რომელიც შეიძლება მოხმარდეს არაერთ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ასე შემდეგ. ისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საკითხის ესეთ ვრცელად გაშლისთვის. უმნიშვნელოვანესი საკითხია, რა თქმა უნდა, იმ სხვა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი საკითხებთან ერთად, რომელიც ამ ქვეყნის არსებულ აწყოს და მომავალს ეხება პირდაპირ გაგებით. სამწუხაროდ ეს 23 ივნისს იყო პირველი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, შემდეგ კიდევ გუშინ და ასე შემდეგ და ეს ფორმატი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც შავი ზღვის ურთიერთდაკავშირების სახელით არის ცნობილი და ასევე მოიცავს შუა დერეფნის ეფექტიანობის და ეფექტურობის ზრდას, რაც ვიცით ჩვენ ხომ რომ ოდესღაც ჩვენც მოვიაზრებოდით. სამწუხაროდ საქართველოს რომ არ იყო ამ უმაღლეს დონეზე, ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, სადაც მინისტრები და ძალიან მნიშვნელოვანი განწყობის მიღები პირები იყვნენ აი ამ ქვეყნებიდან, მათ შორის მოლდოვიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთის წარმოდგენილები. ეს ამ შეხვედრას წინ უსწრებდა კიდევ სხვა ორი სამუშაო შეხვედრა 2025 წელს ნოემბერში და ოქტომბერში და იგივე 24 წლის ოქტომბერში და ნოემბერში, სადაც საქართველოს სამწუხაროდ არ იყო წარმოდგენილი. არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე, როგორც ეს ჩვენი მეზობლები ან ამ კორიდორის ან ამ გეოგრაფიის წარმომადგენლები იყვნენ, არამედ არც საშუალო და არც არანაირ დონეზეც კი და შესაბამისად არ ხდებოდა ამისი საუბარი. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული მოვლენაა, თუმცა რა თქმა უნდა კატასტროფულ არ არის. ეს რას ნიშნავს? თუ არ ახარ წარმოდგენილი უმაღლესი დონით, რომელიც ხარ ერთ-ერთი ნაწილი ამ საერთაშორისო კავშირის დიდი ღერძის გეოპოლიტიკური მოთამაშეთ არ ახარ წარმოდგენილი, მაგრამ რა თქმა უნდა კალატონიკოსიც აღნიშნავს საქართველოს ხშირად ახსენებს პირდაპირაც ამ ნაწილშიც, იმიტომ ისინი გეოგრაფიას ვერსად ვერ გადაიტანენ და გეოგრაფია არის და აი ამ მდგენელი არის ამ შუა დერეფნის, აი ამ აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ითვლებოდა ყოველ შემთხვევაში აქამდე უსაფრთხო ეფექტური გზა, რომ ეს პროდუქტების და ეკონომიკური თანამშრომლობის დაკავშირება ყოფილიყო. ამიტომ ევროკავშირი გამოდის ინიციატივით და ხელს უწყობს მაღალი დონის დიალოგს ამ ქვეყნებთან, აი ამ დერეფანში ჩართულ ქვეყნებთან ერთად, ევროპაში, ევროკავშირის და ან კიდევ სხვა ევროპის დაინტერესებული კერძო კომპანიებთან
კომისიასთან ერთად დიალოგს, რომ 2 მილიარდი ევროს მოცულობის დამატებით ინვესტიციები იქნას მოზიდული ამ რეგიონის მაღალ ეფექტიანობის გაზრდისათვის. ეს რას ნიშნავს? ეს ბევრი ქვეყანაა ჩართული ამ ვაჭრობაში და ყველა ქვეყანას თავისი საბაჟო რეჟიმები აქვთ და მიკვლევადობა, დაკავშირებადობა და ასე შემდეგ სხვადასხვა და ამის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ბუნებრივად იწვევს აი ამ მნიშვნელოვანი კრიტიკული გეოგრაფიის მქონე ქვეყნების უფრო მეტ ჩართულობას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომ გაუმჯობესდეს პირველ რიგში ეს ციფრული მდგენელი, სწრაფი საბუთების გაცვლის და ასევე ფიზიკური ინფრასტრუქტურა, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკურად გადაადგილება ხდება ამ ტვირთების, ამისთვის საჭიროა გამართული ინფრასტრუქტურა, საჭიროა გამართული შუალედური დაგროვების, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური ცენტრები, აი ამ მიმართულებით არის ეს რესურსები გამოყოფილი, ამ მიმართულებით იყო სახელმწიფოების უმაღლესი დონის პირებთან შეხვედრები, კერძო უმსხვილესი კომპანიების პირველ გადაწყვეტილების მიღებ პირებს შორის პირდაპირ კავშირი, რომ მოხდეს შესაბამის საინვესტიციო გარიგებებზე საუბარი. ამას ემსახურება ეს ფორმატი, სადაც სამწუხაროდ ჩვენ უკვე სისტემურად აღარ ვიღებთ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ჩვენ არ წავიშალეთ. ადრეც ვისაუბრეთ თქვენს კოლეგასთან თელარასთან ერთად, რომ გეოპოლიტიკური მდგენელის ჩანაცვლება ხდება მხოლოდ გეოგრაფიით. გეოგრაფიას არავინ ჯერჯერობით არ წავიღებთ, ჩვენ ვიცით, ვინც გვართმევს ჩვენს მიწებს და ვინც არის და ის არის ზუსტად ჩრდილოეთის მარშრუტის ჩანაცვლებაზე მიდის ძალიან აქტიურად მუშაობა და რეალური შედეგების დადება, ახლა და რეალური ინვესტიციების ამოღება, რომ სტაბილური გახდეს ეს ტვირთბრუნვა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რეალური ინვესტიციების მოზიდვისთვის არის ერთ-ერთი ჰიპერკრიტიკული, ანუ სახელების გადარქმევით კი არ მოხდება FDI-ის გაზრდა. აი ზუსტად ასეთი შეხვედრებით, ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრებზე, უმაღლესი დონის მოთამაშეების მხრიდან მოხდება შეხვედრების დაორგანიზება. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე რისკი და ზიანი, რაც ჩვენი ამ მოცემულობით ჩვენ ვიღებთ, ერთი რომ არ ვესწრებით ამ პროცესს, ვერ ვესწრებით აი ამ 2 მილიარდიან მაგიდაზე მოლაპარაკებებს, რომ იქიდან აქ არის თან დიდი ძაფრი კონკურენცია. ხო, ანუ გეოგრაფია ამ შემთხვევაში არ არის ერთადერთი მთავარი მდგენელი. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კონკურენციაში ვართ ისედაც, მაგრამ ახლა ჩვენი კონკურენტებს აქვს შესაძლებლობა, რომ იქ პირველი პირებისგან მიიღონ ინფორმაციები. ხო, ჩვენ ეს ინფორმაცია არ აქვს, ანუ თლათ დაბრმავებულები ვცდილობთ ამ კონკურენტულ თამაშის შესვლას, რაც რა თქმა უნდა ჩვენს უპირატესობებს კიდევ უფრო აკრიტიკებს. ნიკოლოზ, აი სტრატეგიული შესაძლებლობა, სულ ხალხგასმით აღნიშნავთ, რომ შვედერეფანი არის რეალური სტრატეგიული შესაძლებლობა და მათ შორის ამ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ალბათ ნაკლებად აქვს ფინანსური შესაძლებლობა ჩვენ სახელმწიფოს ესე დამოუკიდებლად, მათ შორის განავითაროს თუნდაც ასე ვთქვათ ლოგისტიკური ცენტრების პროექტები და ასე შემდეგ. თუმცა, აი რას ვერ ვაკეთებთ, ანუ რას უნდა ვაკეთებდეთ, რომ აი ეს შესაძლებლობების ფანჯარა არ დაიხუროს და ჩვენ მათ შორის მდგრადი ვიყოთ ამ ტვირთ ნაკადების შენარჩუნებისთვის ჩვენს დერეფანში, იმიტომ რომ ფაქტია, ამ შვედერეფნის მონაწილე ქვეყნები ძალიან აქტიურ პროექტებში არიან ჩაბმული. აი ჩვენ რას ვერ ვაკეთებთ და რას უნდა ვაკეთებდეთ? ჩვენ ვერას არ ვიტყოდი, ჩვენ არ ვაკეთებთ უფრო ამას ვიტყოდი, თან ესეთ მიზან მიმართულად, მიზან დასახულად არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ანუ მიზან დასახულად ვცდილობთ, რომ ჩვენი გეოგრაფია გამოვიყენოთ იარაღად და ეს იარაღი მიუშვიროთ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაჟინებულად გვეხმარებოდა და მათი ძალიან დიდი დამსახურებით ვართ იქ, სადაც ვართ. პირდაპირ გაგებით. ხო, აი ამ იარაღს უფრიალებთ, ანუ როგორც შურდული, ისე გვაქვს მომართული და უმიზნებთ ევროპას, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და მათ ვემუქრებით. აი იმ მოთამაშეებს, ვისთვისაც ეს გეოგრაფიად კი საინტერესო, მაგრამ მათთვის გეოპოლიტიკური მდგენელია. იმიტომ მათ სტრატეგიული პარტნიორი ჭირდებათ 30 წლის განმავლობაში, იმიტომ დებდნენ ჩვენში ინვესტიციას, რომ სტრატეგიული პარტნიორი იყოთ. ესე იყო ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისში, ხო? იმიტომ იყო აქ ეს როჩილდების კომპანია, ძმები ნობელები, BP-ის წინამორბედი კომპანია და შემდეგ, იმიტომ იყო ჰაბი და ცენტრი საქართველოს, ბათუმი და თბილისი, აზერბაიჯანული ნავთობის გამტარობის და შემდეგ ამან მოიყვანა კიდევ სხვა მინერალებზე მომუშავე ბელგიური თუ ჰოლანდიური კომპანიები და რომელმაც
ჩვენი თანამედროვე თბილისიც მათ ააშენეს, ხო? ჩვენ ვიცით რომ ვიღაცა ცუდმა ადამიანმა ვისაფლავებზეც დადიან კიდევ და ვის შთამომავლობის საფლავებზეც გვირგვინები მიაქვთ, იმათმა დაგვიწვეს ეს ქალაქი, ხო? ძველი იმიდან და შემდეგ ამ ინვესტიციებით აშენდა, ცოტა სტილირიულად გადახვევით რომ იმას. ამიტომ ჩვენ ამას კი არ ვაკეთებთ შეგნებულად სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს არის სახელმწიფოს სამწუხაროდ გაცხადებული პოლიტიკა და ამაზე არის ზუსტად ეს პროტესტიც და ეს უკმაყოფილებაც რომ ჩვენ თუ ამას ასე არ გავაკეთებთ, ეს იარაღი შეიძლება ერთი ამ შურდულით ერთი კენჭი გავისროთ და ვიღაცას მცირე ზიანი მივაყენოთ, მაგრამ ჩვენ დავზიანდებთ, იმიტომ აღარც კენჭები გვაქვს შემდგომი სასროლი და ვის ხარესაც ვის სასარგებლოთაც ვისვრეთ ამ შურდულს. ის არის ჩვენი დამყრობელი და ჩვენზე ბოროტად განწყობილი. ამიტომ ამას არ ვაკეთებთ, რომ სურვილი რომ მქონდეს აუცილებლად რა თქმა უნდა იქნებოდა სახელმწიფოებრივი აქტიურობა ამ რესურსების გამოძებნა რომ უმაღლეს დონეზე ამ შეხვედრებზე ყოფილიყო დასწრება, უმაღლეს დონეზე ამ კომპანიებთან ყოფილიყო კონკურენტუნარიანი საუბრებში შესვლა, რომ ჩვენ მოგვეზიდა, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგეტიკაც და ლოჯისტიკური ნაწილიც, იმიტომ რომ ბუნებრივად ჩვენი გეოგრაფია, გეოპოლიტიკაში რომ გადავიტანოთ და მარგი ქმედების კოეფიციენტი რომ გავზარდოთ, უნდა ვიყოთ უფრო მიმზიდველები, უფრო პროგნოზირებადი და უნდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები იმ შესაძლებლობების გაზიარებით, რაც ამ მთლიან დერეფანს და მთლიან კორიდორს უფრო აძლიერებს. ჩვენ ახლა ჩვენი სახელმწიფოებრივი ქართული ოცნების პოლიტიკის მიხედვით ამ შესაძლებლობას ვაკნებთ არა მარტო ჩვენი, არამედ აი ამ მთლიანი ამ დიდი სურათის მას უჩხიკინებთ, რომ არა იცით თქვენ აი ვერ გაერევით უჩემოთ, მაგრამ ეს რაღაც ჩემი პირადი ბერკეტი თქვენ თუ გინდათ რომ აქ რაღაც იყოს, მარტო მე უნდა მელაპარაკოთ რა, აი მე ვარ შანტაჟის ენით ველაპარაკებით. დაახლოებით ასე ჩანს, იმიტომ რომ ჩანაცვლებაც ეს შეხვედრები, ხო, აი ჩვენ ნახეთ, ხო, აი მაგალითად ყაზახეთში შედგა, ხო, ერთ უმაღლეს დონეზე შეხვედრა ამ რამოდენიმე დღის წინ, ხო? თუმცა ყაზახეთი იყო აი ამ დიდი მოლაპარაკების ჯგუფის ნაწილი, ყაზახეთი ესწრებოდა, ყაზახეთის უმაღლესი დონის წარმომადგენლები, მათი ეკონომიკის მინისტრი, მათი ინფრასტრუქტურის მინისტრი, მათი ციფრული განვითარების მინისტრი, ანუ ცალკეც არის იქ ესეთი ამ მიმართულებით და არ ვიცი იცით თუ არა და იცით თუ არა თქვენ მომხმარებელმა რომ ყაზახეთის და უზბეკეთის უკვე ციფრული ინოვაციების კუთხით, ანუ ხელოვნური ინტელექტის ადაპტირების კუთხით, კვლევის კუთხით და ამ ციფრული კავშირებადობის ამ კოეფიციენტებით უკვე ბევრად უკვე გვისწრებენ ჩვენ, ანუ ოდესღაც რეგიონის ლიდერები რომ ვიყავით, ახლა არა. სამაგერ ჩვენ სახელმწიფოებზე სადღეღმეს გრავირებულად და ლამაზი ფერებით ყანს დავიტანთ, ხო და მაგათ იქნება. ანუ რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნებს მაინც შევეხეთ ამ კონტექსტში მინდა გითხოთ ჩვენ რაღაც გაუარესებული ურთიერთობები ევროკავშირთან, პარალელურად ჩვენი ხელისუფლება ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იგივე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. მეორე მხრივ გამახსენდა რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც მან მულტი, ასე ვთქვათ, ვექტორულ დიპლომატიაზე ისაუბრა და ამის მაგალითი შეიძლება ვიყოთო ჩვენ საქართველოს ესე ახსენა. აი ეს მულტივექტორული პოლიტიკა ქართული ოცნების მხრიდან, აი თქვენ როგორ გესმით ამ შემთხვევაში საინტერესო თქვენი შეფასების მოსვლა. ანუ აიცით ეს მულტივექტორული თავში ნიშნავს ეს მულტი ალბათ რომ ამოდენიმე მდგენელს, ხო? და ეს მდგენელები ერთმანეთს რაღაცით საერთო შეკავშირების წერტილში უნდა კავშირდებოდეს. და ეს მდგენელები ერთმანეთს არ უნდა განიზიდავდეს, ხო, პირიქით უნდა მიიზიდავდეს. და აი ამ მულტივექტორული პოლიტიკის მოთამაშე, ეს მდგენელის, აი ამ წრე როგორც არის ამ შემთხვევაში, მას უნდა ისეთი მიზიდულობა უნდა ქონდეს, რომ ეს არადაკავშირებული სხვადასხვა გეოგრაფიებში, სხვადასხვა ინტერესებში ყოფი რაღაც სუბიექტები დააკავშიროს. აბა ჩვენ მულტივექტორულობაში ვის ვაკავშირებთ და როგორ ვაკავშირებთ? აი ძალიან ესეთი პრიმიტიულად შევაფასოთ, ხო? ჩვენ ამ პერიოდში ამ განსაკუთრებით 2 წელიწადში სტრატეგიული თანამშრომლობა შევწყვიტეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თითქმის კი არა შევწყვეტილია დიდ ბრიტანეთთან, შეწყვეტილია ევროკავშირთან და განსაკუთრებით ევროკავშირის მსხვილ მოთამაშეებთან, განსაკუთრებით მაგალითად გერმანიის ელჩზე, ეს ხო სუბიექტურად კონკრეტულ პიროვნებაზე დავდასხმა, ეს არის გერმანიის სახელმწიფოზე თავდასხმა, ეს მაღალი დონის განცხადებები, რაც ყოველდღე ხდება შემკობა. ანუ ამ შემთხვევაში ამ მულტივექტორულ თამაშის და ანუ
დაფაზე მთავარი მოთამაშეები, დასავლური მსხვილი ბაზრები, დიდი ინსტიტუციები, განვითარებული ქვეყნები უკვე გამოირიცხა. ხოლო ამ მულტივექტორულ თამაშში ხდება ისეთ ისეთ სუბიექტებთან დაახლოება, რომლებიც ამ სტრატეგიულ ყოფილ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან პირდაპირ სტრატეგიული ოპონენტებიან და პირდაპირ ომში არიან. ანუ დასაყრდენის გარეშე დარჩენას ნიშნავს ელგუჯა ხოკრიშვილმა თქვა ესეთი შეფასება. მოდი ეს თვითონ ჩვენმა მაყურებელმა გადაწყვიტოს, მათ შორის აი ამ ქართული ოცნების ხარდამჭერებმაც დღემდე ვინც არიან, რომ როგორ ჯდება ეს ანუ სტრატეგიული ბჭყალების თანამშრომლობის გაღრმავება ირანთან, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთთან, აი დაყოვების პოლიტიკით, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით, რომ სტრატეგიულად ვითარდება სახელმწიფოს პოლიტიკა რუსეთთან ვაჭრობის ზრდა და ასე შემდეგ და ასე დამოკიდებულების გაზრდა. მე არ ვამბობ, რომ ეს არ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, გეოგრაფიულად უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად ბიუჯეტის თანხების ხელშეწყობით და takit გადასვლა ეს ცოტა წინ დაუხედავინა ბიჯი იქნებოდა, თუ არ არის სტრატეგიის ნაწილი. ხოლო მეორე მხარეს, იგივე ჩინეთთან გაზდა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, რაც კარგია, ოღონდ ჩაკეტვა აი ამ ურთიერთობის აქეთ მეორე ნაწილში, მულტივექტორულ ნაწილში, ვისთვისაც ეს დოვლათი, რომელიც ჩვენი შევქმნით, მოლაპარაკებით, რა ვიცი, ვაჭრობით, რაღაცა სხვადასხვა აქტივობებით, რომ მოვიტანთ ჩვენი ბაზარი, არ არის მაგხელა, რომ ჩვენ კლიენტის შევიწოვოთ, ხო, იქაც რაღაც რამის მილიარდიან მოსახლეობაზე გავდივართ ჯამში. ნაკლები მილიარდი არა, მაგრამ ძალიან ბევრია ასეული მილიონით. და აქეთ ხარეს, როცა გვაქვს 500 მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, დამატებული დიდი ბრიტანეთის ძალიან მაღალღირებულებითი და მაღალ რეპუტაციური ფინანსური ბაზარი, იმიტომ ის შეიძლება რაოდენობით დიდი არის, მაგრამ ჩვენი მთელი ფინანსური სისტემა ბრიტანეთზე დგას, პლუს ამერიკის ბაზარი, რომელიც ასევე ფინანსური სერვისების გარდა სხვა სამხედრო და სხვა სტრატეგიულ პარტნიორობის ნაწილში დგას, რომლებიც პირდაპირ გაგებით არიან დაპირისპირებული იმ ამ მულტივექტორის მეორე მხარეს ქვეყნებთან და ჩვენ აქ დიპლომატიურ თამაშს თან ვერ ვთამაშობთ, არც წონით, არც ინტელექტით, არც შესაძლებლობებით და შემოვიფარგლებით, ну, რა ვიცი, რაღაც სატირალში სიარულით და ეს ალბათ თანამედროვე ახალი პარალელური მულტივექტორული თეორიის ნაწილია, რომელიც ჩამოყალიბების სტადიაზეა და ჯერ არ ვიცნობთ ჩვენ. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეფასებებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ნიკოლოზ ზალავიძეს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ასევე ორგანიზაცია ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ამით ვასრულებთ ეთერს 17 საათსა და 30 წუთზე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დროებით.